დიახ, ბოლო ერთ წელში უკვე მესამე განაჩენი გამოცხადა ოპოზიციის ლიდერის საქმეზე. ნიკა მელია დღეს სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა წინა განაჩენმა დღეს გამოცხადებული განაჩენი შთანთქა, რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას საპატიმრობს 20 დეკემბერს დატოვებს. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის დევნის საქმე გაგრძელდება და სასამართლოს ხდომაზე არ გამოაცხადებს მოსამართლე ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენს, რადგან მელია ამ სისხლის სამართლის საქმეშიც ბრალდებულია, მას ეგრეთ წოდებულ საბოტაჟს ზედავება საგამოძიებო უწყება და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ Telegram არხზე გავრცელებული მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ფრაგმენტი, რას ამბობს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. მსაჯული, რომელმაც დღეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა მელიას. მტკიცებულებს რა თქმა უნდა მის ხარისხსაც, რაოდენობასაც და როგორ არის კონკრეტული, როგორ არის დამაგრებული და როგორია მხარეთა პოზიცია თუ შეფასებები სასამართლოს მოცემულსისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე განაჩენი აქვს. და გამომდინარე განაჩენთან ერთად რა თქმა უნდა სასამართლო აუცილებლად მსჯელობს სასჯელთან მიმართებითაც ნიკა მელია ცნობილია დამნაშავედ წვენების ჩადენის დროს სახელზე იყო დამნაშავების რეციდივი წარსულში სასამართლოებიდან გამომდინარე და განისაზღვრება 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 59 წლის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის ამ შემთხვევაში მეოთხე და მესამე ნაწილების თანახმად რუსთავის და კავკასიის სასამართლოს 2026 წლის 3 ივნისის განჩინებით, რომელმაც 2025 წლის 26 ნოემბრის განაჩენი განსაზღვრული სასჯელი დაადგინა საბოლოო სასჯელად, აღნიშნული სასჯელი შთანთქავს ბოლო განაჩენი დანიშნულ სასჯელს და საბოლოო განსაზღვრება 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სასჯელის ვადის საფრთხე წესრიგული იქნება რუსთავის და კავკასიის სასამართლოს 2026 წლის 3 ივნისის განჩინებაში მითითებული თარიღიდან დაცვის მხარის შეფასებით უსამართლოა ის, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თეთრზე შავად წერდა, რომ შეუძლებელი იყო მთავარ მტკიცებულებაში დაადასტურებულიყო ნამდვილად ნიკა მელია მიმართავდა თუ არა შეურაცხყოფელი ფრაზით მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ საქმეში ისინი თავიდანვე პოლიტიკურ მდგენელს ხედავდნენ და ახლაც პოლიტიკური იყო ის გადაწყვეტილება, რომ მელია დამნაშავედ გამოაცხადეს და წელიწადი და 6 თვით შეუფარდეს პატიმრობა. სამწუხაროდ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცალსაღად პირდაპირ მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა შეურაცხყოფელი სიტყვების ავტორს, მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ღმერთმენით დაინტერესებული პირების მოწმეების ჩვენებები და ნიკა მელიას რომ დამნაშავედ სასამართლოს შეურაცხყოფაში სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და 6 თვე, თუმცა გამოიყენა სისხლის სამართლის პროცესის 59 მუხლი და შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე ნიკას სასჯელის ათვლა ამ წელიწადს და 6 თვე დაეწყება 2020 ასე ვთქვათ 5 წლის 20 ივნისიდან, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი თუ კი მომავალში რაიმე ახალი სურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, პირიქით დასკვნით სიტყვაში ექსპერტიზის დასკვნის ციტირება მოახდინა თავად პროკურორმა, სადაც წერია, რომ ეს ხმა არ ეკუთვნის ნიკა მელიას და ეს 300-იანი სიტყვა არ წარმოუთქვამს ნიკა მელიას. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს დღეს პოლიტიკური მდგენელმა გადაწყვიტა ის, რომ ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ იყო გამამტყუნებელი განაჩენი. მუხლი, რომლითაც ნიკა მელიას ედავებოდნენ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასამართლომ წელიწად ნახევარი შეუფარდა ნიკა მელიას, თუმცა პროკურატურისთვის ეს განაჩენი არ არის საკმარისი, არ მოიწონა სახელმწიფო ბრალდებელს მოსამართლის გადაწყვეტილება და არ მოიწონა ის, რომ შთანთქმის პრინციპი ამოქმედა. უკმაყოფილო არის სახელმწიფო ბრალდება, რომ წლები საპატიმრო ვადის არ დაემატა ოპოზიციის ლიდერს. ამიტომ პროკურატურა ელოდება ახლა სასამართლოსგან სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩურებენ თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.
მოსამართლემ ფაქტობრივად სამართლებრივი მდგომარეობა ბრალდებულის ამ საქმეზე უკვე მშავდებულის არანაირად არ დაამძიმა. შესაბამისად, ამ კუთხით პროცესის ბრალდების მხარე მიუთითა, რომ ითხოვდა სასამართლოსგან სამართლიან სასჯელს. შესაბამისად, დასაბუთების ნაწილში კონკრეტულად თუ რას დააყნა მოსამართლემ გადაწყვეტილება და სამართლიანი სასჯელი თუ რატომ ჩათვალა, რომ იქნებოდა ეს, როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, ამის შემდგომ უკვე უშუალოდ დეტალურად გავეცნობით და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ თუ არა მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება. თქვენ არ ხართ კმაყოფილი, როგორც მივხვდით ამ გადაწყვეტილებით? ნახეთ, პირადად ჩემი კმაყოფილება ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი. სამართლიან სასჯელზე როდესაც ვსაუბრობ, ჩვენთვის მაინც და მაინც აპრიორი სიმკაცრე არც ერთ საქმეზე არ არის, თუ ამის მოცემულობა რეალურად საქმიდან არ გვაქვს. სამართლიანი იყოს გადაწყვეტილება. ნახეთ, ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, როდესაც განაჩენ ჩავიბარებთ და დასაბუთებას წავიკითხავთ, ამის შემდგომ უკვე გადავწყვეტ სამართლიანი იყო თუ არა. მაშასე ნიკა მელია ბოლო 1 წელში 3 გაასამართლეს და მესამედ წაუყენეს მას ბრალდება. წელიწადი და 6 თვე არის ის მსჯავრი, რომელიც დაადეს ოპოზიციის ლიდერს. აბრყობილეს ის 20 დეკემბერს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ოპოზიციის დევნის საქმეზე სასჯელს მელიას არ დაუმატებენ.